შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ მეორე პირზე. დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული 2007 წელს დაბადებული პირია. როგორც ირკვევა ავალიანის ცემის შემდეგ ის სხვა თავდამსხმელებთან ერთად მიიმალა. გლდანის ციხეში ერთ საკანში მყოფმა ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ, მისმა ბიზნეს პარტნიორმა ირაკლი პაპიაშვილმა და პროევროპულ აქციებზე დაკავებულმა ანრი კვარაცხელიამ შიმშილობა დაიწყეს. ჩიკვაიძის დედას ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს. მისი ინფორმაციით პატიმრები წამებასთან გათანაბრებულ ქმედებასა და ციხის თანამშრომლის მხრიდან მუქარას აპროტესტებენ. უკრაინამ პოკროვსკის მიმართულებით 2 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. გენშტაბის ცნობით, ბოლო 10 დღის განმავლობაში კონტროლი აღადგინეს კუჩერივ, იარსა და სუხეცკიზე. მტრის დივერსიული ჯგუფებისგან გაწმენდილია 9 დასახლებაც. საფრანგეთის პოლიციამ ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავა, მათგან ერთი შარლ დე გოლის აეროპორტში თვითმფრინავში ჩაჯდომისას. 19 ოქტომბერს ლუვრის მუზეუმის აპოლონის გალერეიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს. ტაილანდმა და კამბოჯამ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი დღეს მალაიზიაში მოეწერა, სადაც ტრამპი ერთკვირიანი აზიური ტურნეს ფარგლებში ჩავიდა. ტაილანდსა და კამბოჯას შორის ივლისში სასაზღვრო დავის გამო 5 დღიანი შეიარაღებული დაპირისპირება იყო.